18 ამინდი დაფიქსირდა, დღესაც ვერ გავიგებთ ზაფხულია თუ შემოდგომა, ბუნებრივია გვაინტერესებს რა გველოდება მიმდინარე კვირაში. მოიმატებს თუ არა ჰაერის ტემპერატურა და ისევ ხომ არ არის მოსალოდნელი ქარი, რომელმაც წინა კვირას განსაკუთრებულად შეგვაწუხა. აი ამის გასაგებად ახლა უნდა გადავინოსლოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, სადაც ჩვენი ჟურნალისტი და კოლეგა გვანცა ჩარგაზია იმყოფება. დილა მშვიდობისა, გვანცა. გვანცა. დილა მშვიდობისა. საქართველოს მოგესალმებით. წამყვანებო, მე გარემოს ეროვნული სააგენტოდან გიერთდებით. წინა დღების ამინდს თუ გადავხედავთ, მთელი საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მოიმატა, თუმცა როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარი დაფიქსირდა. საინტერესოა, როგორი ამინდი გველოდება მიმდინარე კვირაში. ამას კი უფრო ვრცლად გვეტყვის გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა, რომელიც დილიდან ჩვენთან ერთად იმყოფება. დილა მშვიდობისა. მშვიდობისა. ნამდვილად გასული კვირის მეორე ნახევრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატა დასავლეთ საქართველოში დაახლოებით 30-მდე და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და მათ შორის დედაქალაქში 32 გრადუსით დაფიქსირდა და თან დრო გამოშვებით ქროდა დასავლეთის მიმართულების ქარი საქართველოს ცალკეულ რაიონებში. მაგრამ აღმოჩნდა ეს ყველაფერი ცოტა მცირე ხნიანი და 21-ში კვლავ დაიწყო ისევე აღმოსავლეთი ევროპიდან ცივი ჰაერის მასების შემოსვლა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან კვლავ დაიკლო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 21-22 ივნისს ფიქსირდება 25 გრადუსები და უკვე დღეს ეს ცივი ჰაერის მასები მოქმედებს უკვე მთელ საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ 23-24 ივნისს ასე ვთქვათ დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შესაძლებელია აღენიშნოს ხანმოკლე ხასიათის წვიმა, რასაც ვერ გამოვრიცხავთ აღმოსავლეთ საქართველოშიც. მაშინ დავიწყოთ დასავლეთით, რადგანაც ჩავეხეთ, იქ ხომ არ არის ქარი მოსალოდნელი, ან ნალექი და ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით რა იქნება? დასტაბილურდა ეს შეძარებით ცივი ჰაერის მასები უკვე 21-22-ში რომ მოქმედებდა, ამიტომ ქარი იმდენად არ არის მოსალოდნელი. მხოლოდ 23-ში დღეს ზოგიერთ რაიონშია მოსალოდნელი, ისიც ხანმოკლე ხასიათის წვიმა და 24 ივნისის ხამის საათებში უმეტეს რაიონში გაწვიმდება, ზოგან მოსალოდნელია ელჭექი და ცოტა ინტენსივობაც მოიმატებს და დღის საათებში ხანმოკლე ხასიათის წვიმის ინტენსივობა შესუსტდება და 25-დან კვირის ბოლომდე 29 ივნისამდე შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, ესე ეხება კავკასიონის ქედის მიმდებარე რეგიონებში, ზოგან იყოს მცირე ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით და შესაძლებელია რა ხა მთაგორიანი აქ ქარის გაძლიერებები, მაგრამ ეს იქნება ზომიერი ქარი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ღამის მინიმალური ტემპერატურები არის კომფორტული, ხოლო რაც შეეხება მაქსიმალურ ტემპერატურას, აქაც 25 ივნისამდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში და სანაპირო რაიონებში ფიქსირდება დაბალი 24-დან 25 გრადუსამდე და 25 ივნისიდან მოიმატებს 30 გრადუსამდე. გადმოვინოსლოთ მაშინ აღმოსავლეთში, აქ რას უნდა ველოდოთ? ეს 21-22 ივნისს შემოსული ცივი ჰაერის მასები დღეს განსაკუთრებით მოქმედებს აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში. ეს ეხება ქვემო ქართლს, კახეთის რეგიონს და მცხეთა-თიანეთის რეგიონს. აქ შესაძლებელია დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში, რაც მთავარია ხანმოკლე წვიმა ელჭექი და მოსალოდნელი, მაგრამ აგრეთვე მოსალოდნელია ზოგან ძლიერიც, რასაც ახდეს იქნება ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს შესაძლებელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. რაც შეეხება უკვე დღის მეორე ნახევრიდან, დღის ბოლოსთვის უკვე ნალექის ინტენსივობა შესუსტდება, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი ზოგიერთ რაიონში. ამიტომ უკვე 24-დან კვირის ბოლომდე, 28 ივნისის ბოლომდე, აქ ნალექი როგორც დასავლეთ საქართველოში, აქაც მთაგორიან რეგიონებშია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ და აღმოსავლეთ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მიუახლოვდეს 32 გრადუსს. ბუნებრივია გვაინტერესებს, როგორი ამინდი გველოდება დედაქალაქში. დღეს წვიმა ხანმოკლე ხასიათის დრო გამოშვებით, რომელიც შენარჩუნდება დღის პირველ ნახევრამდე, ასე ვთქვათ, დღის მეორე ნახევრამდე დაახლოებით 3-4 საათამდე და უკვე დღის ბოლოს მოსალოდნელია კვლავ შემოჩვეული დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება, რომელიც შენარჩუნდება 24 ივნისსაც, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 23-24 ივნისს
ივნის დედაქალაქში მოსალოდნელია 24-დან 26 გრადუს შორის, მაინც დაიწია აქაც ტემპერატურამ და უკვე 25 ივნისიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარი შესაძლებელია 27 ივნისაც იქხოს დაქროლა ცოტა ძლიერის, დანარჩენ დღეებში ესეთი მნიშვნელოვანი ქარი მოსალოდნელი არ არის და მაქსიმალური ტემპერატურა კვირის ბოლომდე შესაძლებელია დედაქალაქშიც მოიმატოს 30-დან 32 გრადუსამდე. მადლობა ამ მომწორავი ინფორმაციისთვის. მე კი ვეტყვი მაყურებელს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოდან გიერთდებოდით და როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ, დღეს და ხვალ მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, თუმცა კვირის მეორე ნახევრიდან ჰაერის ტემპერატურა მაქსიმალურად მოიმატებს, დაახლოებით 30-32 გრადუსი იქნება. მე გემშვიდობებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ. ასევე ბედნიერი დღე ჩვენო გვანციკო.